მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მართლმადიდებლობაზე და რელიგიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ მისი მაღალყოლა უსამართლოესობა ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი. აჭარის ეპარქია ერთ-ერთი ყველაზე რთული და ყველაზე საპასუხისმგებლო ეპარქია საქართველოში. თქვენ ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ ანდრია პირველი წოდებული აჭარის მხრიდან შემოვიდა საქართველოში და იქიდან დაიწყო ჩვენი გაქრისტიანება. მაგრამ შემდეგ ისტორიული უბედურებების გამო აჭარის მოსახლეობა მოსყდა დედა ეკლესიას, რომელიც იყო არა მარტო სულიერი ცხოვრების ცენტრი, არამედ კულტურული ცხოვრებისაც. საბედნიეროდ ეხლა დღითიდღე ძლიერდება ქრისტიანობა აჭარაში და ასევე თქვენ ალბათ ყველას მოგეხსენებათ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიას უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორისათვის. ებრაელების, ბერძნების, სომხების მაგალითი ნათლად გვიჩვენებს ეროვნულ ენაზე მსახურებას როგორი მნიშვნელობა აქვს ეროვნულების შენარჩუნებისათვის. წინა საუკუნეში ქართველი ემიგრაცია უმეტესწილად სოციალ-დემოკრატი და ურწმუნო იყო. სამწუხაროდ ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ქართველებმა ვერ შეძლეს ძლიერი დიასპორის დაარსება. ეხლა ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს აღარ განმეორდეს და იმედი გვაქვს, რომ ღმერთისა და ეკლესიის შეწევნით ქართველი დიასპორა შეინარჩუნებს სულიერ კავშირს თავის სამშობლოსთან. თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, რაზე ვაპირებთ საუბარს მის მაღალყოლად უსამართლოებასთან. მეუფე დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენთან მობრძანებისათვის. გაიხარეთ. თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, სწორად აღნიშნეთ, რომ ეს მეტად ისტორიული რეგიონია, მეტად მნიშვნელოვანი ეპარქია გახლავთ, რამე თუ აქ მთავრდება, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, მუსლიმანური სამყარო. დაიწყება ქრისტიანული სამყარო. რაღაც ერთგვარი საზღვარი არის ამ ორ რელიგიას შორის და ერთგვარი სულიერი მესაზღვრეებიც კი გამოდივართ. ისტორიულია ნამდვილად, რამე თუ პირველად ჩვენს ღვთისმკურთხეულ მიწაზე აქ იქადაგეს ქრისტეს სარწმუნოება, ქრისტეს მოციქულება. როგორც ქართლის ცხოვრება გვასწავლის, ანდრია პირველწოდებულს საქართველოში ორჯერ უმოგზაურია. პირველად იმოგზაურა და ის უკან დაბრუნდა საქართველოში ქრისტიანობის გადაგების შემდეგ, რამე თუ მოახლოებული იყო კერძოდ 60-იან წლებში მოციქულთა კრება, ხოლო მეორედ უკვე მოციქული ანდრია მატათა მოციქულთან და სვიმონ კანანელთან ერთად, როგორც ბერძნული, ლათინური და ქართული წყაროები გვიდასტურებენ, ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და მოხფინეს ჩვენს ქვეყანას ქრისტეს სარწმუნოება და ნათელი. ქართლის ცხოვრება ახსენებს რამოდენიმე ადგილსაც, ესეთი ტოპონიმიკა იქ გამოყენებული თარკინის ჯვარი, ოძრახის ხევი, დიდაჭარა, რომელიც ანდრია მოციქულთან არის დაკავშირებული. ანდრია მოციქულს უკვე მეორე მოგზაურობის შემდეგ ბალკანეთის ქვეყნების გავლით ანდრია მოციქული რომის იმპერიაში ჩაბრძანდა და იქ იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულა, მოგეხსენებათ იცით. ეს მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული კუთხე მართლაც გამორჩეული იყო თავისი ქრისტიანული ცხოვრებით, რამე თუ უამრავი ისტორიული ფაქტი ამაზე მეტყველებს, თუნდაც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის დასაწყისში პეტრას ცნობილი სამღვდელმთავრო კათედრა მოციქულ მატათას საფლავი, რომელსაც თვითონ როგორც ლათინური, ასევე ბერძნული წყაროები გვიდასტურებენ, არის დაკრძალული აფსაროსის ციხეში, დღევანდელ გონიოს ციხეში და იქ მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში იქ დაიწყება ტაძრის მშენებლობა. რამე თუ ეს ერთ-ერთი უმთავრესი, უდიდესი სიწმინდეა არა მარტო ჩვენი ეპარქიის, ჩვენი ქვეყნისათვის მოციქული მატათა და გახდათ მოციქული, რომელიც ეს უბრალოდ ტელემაყურებლებისათვის, რომელიც იუდა ისკარიოტელის ნაცვლად იქნა მოციქულთა რიგებში მიღებული მოციქულად.
მოგვიანებით უკვე მძიმე პერიოდი გახლავთ მე-17 საუკუნე, რამე თუ მე-17 საუკუნეში ეს კუთხე დაიპყრეს ოსმალებმა და არაერთი ისტორიული წყარო მეტყველებს იმაზე თუ როგორ მძიმედ ხდებოდა ისლამიზაცია ჩვენი კუთხისა, როგორც ზაქარია ჭიჭინაძე თავის ძალიან საინტერესო ნაშრომში ბრძანებს, მდინარე ჭოროხი წითლად მოედინებოდაო და მართლაც თითქმის გვიანობამდე უამრავი საინტერესო გადმოცემა არსებობს დღემდე, თუ როგორ ინახავდნენ გვიანობამდე როგორ შემოინახეს ქრისტიანობა, ქრისტეს სარწმუნოება ამ კუთხის მოსახლეობამ, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოს უკვე მაინც გატყდა და ეს კუთხე მთლიანად ისლამმა მოიცვა. თუმცა მაგალითად პლატონ იოსელიანს აქვს ძალიან საინტერესო ჩანაწერი, რომელიც ის კერძოდ შუა თურქეთში, კერძოდ იზმირში, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ეს ძველი სმირნა გახლავთ. იქ სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ აჭარელ შეხვედრია, რომელიც გაეცნო მას თევდორე აჭარელის სახელით, ძალიან გაოცებული დარჩენილი. აღმოჩნდა, რომ ეს თევდორე აჭარელი იყო წარმოშობით აჭარიდან, მუსლიმანური სარწმუნოების, რომელიც მოგვიანებით მან ქრისტიანობა მიიღო მისი ბიძის, როგორც თვითონვე ბრძანებს, მისი ბიძის საშუალებით და მან მოწამეობრივი ცხოვრებით დაასრულა ცხოვრება ეს დაახლოებით 1820-იან წლებში, როდესაც საბერძნეთისა და თურქეთის ომი მიმდინარეობდა, სადღაც ათონის მთის მახლობლად და ის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მოწამედ შეერაცხა, მისი კანონიზაცია მოხდა. მოგვიანებით სამწუხაროდ ამ როდესაც მოხდა განთავისუფლება და თურქეთის ბატონობისაგან ამ კუთხისა, მოგვიანებით უკვე მოვიდა უღმერთო ხელისუფლება. მე ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ არანაკლები იმ მძიმე პერიოდისა, რომლებმაც თუ რამე იყო დარჩენილი, ისაც კი ეავარტყვეს და ესაც ძალიან მძიმე პერიოდი იყო ამ კუთხის. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აქტიური ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო 90-იან წლებში, კერძოდ 1999 წლის 16 მაისს ბათუმში გაიხსნა ბათუმის საკათედრო ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის. მის პირველ წინამძღვრად მე დავინიშნე დეკანოზი ახდით მაშინ და ეს იყო მართლაც ისტორიული დღე, რამე თუ მხოლოდ ამ დღეს ბათუმში მოინათლა 5000 ადგილობრივი მოსახლე ერთ დღეში, რამაც დასაბამი დაუდო ძალიან საინტერესო პროცესებს და მე ვიტყოდი, რომ ეს პროცესი, ეს ქრისტიანიზაცია და აჭარისა, ეს ესეთი გარდავალი პროცესია, ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. სარამატო რელიგიური და ეროვნული ნამდვილად ვერაფერი ვერ შეაჩერებს, რამე თუ ეს არის ნება ამ მართლაც საოცარი მოსახლეობისა, თავისი თავისი ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობით, საოცარი თვინიერებით, საოცარი კეთილშობილებით და მე თითქმის 26 წელიწადია ბათუმში, აჭარაში გახლავთ და რაღაც საოცარი თვისებებით შემიძლია დავახასიათო ეს კუთხე. ნუ თქვენი თუ კი ვინმე ნახავს თქვენს ეწევა თქვენს ვებსაიტს, იქ აუცილებლად ნახავს ვებგვერდს, რომ იქ ძალიან ინტენსიური ეკლესია მეურვეობს ოხუცებს, ბავშვებს, ინვალიდებს, სრულამოკლებულ ბავშვებს, არის გიმნაზია, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის, გაქვთ სემინარია, გაქვთ რადიო. იქნებ ამაზე გესაუბრათ. იცით, როდესაც ამოქმედდა ეს ეპარქია თავისი მთელი შესაძლებლობებით, ერთ-ერთ მიზნად ჩვენ დავისახეთ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა იქნებოდა ძალიან ხელშემწყობი ამ პროცესებისა და მართლაც ესე მოხდა.
მინდა გითხრათ, რომ პირველი გიმნაზია ბათუმში გაიხსნა ეკლესიასთან არსებული, ეს გახლავთ 91 წლებში. ეს პირველი საეკლესიო სასწავლებელი გახლავთ. ამჟამად ამ გიმნაზიაში სწავლობს 1600 ბავშვი და საოცარი პროცესები განვითარდა. ეს ბავშვები ჩვენთან რომლებიც სწავლობენ, ისინი გარკვეულწილად უკვე გახდნენ შუამავალი ეკლესიასა და მის მშობლებს შორის. ასე რომ ეკლესია ამ ბავშვების საშუალებით ეს დასამალი დასაფარე არ არის. ამ ბავშვების საშუალებით უბიძგა მისიონერული მოღვაწეობა. დიახ, ახლა წარმოიდგინეთ 1600 ბავშვი, 1600 ბავშვის ოჯახი, უკვე საკმაოდ სერიოზული გავლენა იყო ეკლესიისა და არის. მარტო გიმნაზია ჩვენს ეპარქიაში არის 4. და როგორც გითხარით, მარტო ერთ სასწავლებელში სწავლობს 1600 ბავშვი. სულ 13 დაწესებულება გვაქვს ეპარქიაში, ეს არის გიმნაზიები და მინდა გითხრათ, რომ როცა გაიყო ჩვენი ეპარქია ნაწილი დაწესებულებებისა და სასწავლებლებისა ზემო ეპარქიაში დარჩა, თუმცა მეუფე სპირიდონმა წარმოუდგენლად დიდი საქმე გააკეთა უნივერსიტეტის ამოქმედებით და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ისტორიული საქმე. გარდა გიმნაზიებისა ჩვენ გვაქვს საბავშვო ბაღები და ესაც მნიშვნელოვანია, რამე თუ სკოლამდელი დაწესებულება აღზრდა. ეს საერთოდ პედაგოგიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუნდაც ქრისტიანული. თუნდაც ქრისტიანული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ პირველად გიმნაზიები ამოქმედეთ ბათუმში და როდესაც უკვე მოგვიანებით საბავშვო ბაღები ჩაერთვა ამ საგანმანათლებლო საქმიანობაში, ჩვენ დავინახეთ სხვაობა, როგორი საოცარი სხვაობა იყო. რამე თუ უკვე მცირე ასაკიდან ხდებოდა ბავშვების არა მარტო სარწმუნოებრივად, არამედ საერთოდ ყველა კუთხით აღზრდა და განვითარება. საბავშვო ბაღებიც ასევე 4, მარტო ერთ საბავშვო ბაღში, ბათუმში, ჩვენ საბავშვო ბაღში სწავლობს 500 ბავშვი. ასე რომ 4-ია. ახლა ყველა საბავშვო ბაღებში ეს რაოდენობა არ არის, მაგრამ მაინც თამბეშტავია. დიახ, ჩვენ ამ გიმნაზიის უდიდესმა მოთხოვნა თვითონ გიმნაზიაში სწავლის მოსახლეობის ჩვენ გვაიძულა, რომ აგვეშენებინა ახალი სრულიად საფუძვლიდან ახალი სკოლა, 6 სართულიანი სკოლა, რომელიც ვარაუდობთ, რომ სექტემბერში გაიხსნება. უკვე ამოქმედება თავისი სააქტო დარბაზები, თავისი სპორტული დარბაზები, თავისი რადიოსადგურით. ეს ბავშვები იქნებიან ჩართული გარდა იმისა, რომ საეპარქიო მისიონერული საქმიანობა თან ერთად ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას და მცირე ასაკიდან, სკოლის ასაკიდან უკვე ეზიარებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, რასაც ჟურნალისტიკა ქვია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სემინარია, სადაც დაახლოებით 150-მდე სტუდენტი სწავლობს. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე არიან კახეთიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, არიან გურიიდან, უმთავრესად და რა თქმა უნდა აჭარიდან. სასულიერო სემინარია არის აგრეთვე მშობლების მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლი, სადაც ცხოვრობს 200 ბავშვი და სწავლობს. და სმენა დაქვეითებული ბავშვების სახლი. დიახ, აი ჯერ ამ ბავშვთა სახლზე ვიტყვი, ეს არის ბავშვთა სახლი, თავისი ორი, ასე ვთქვათ, პროფილით, ეს არის ჩვილ ბავშვთა განყოფილება, სადაც 30-მდე ჩვილი ბავშვი ყავს. ეს ჩვილები ძალიან საინტერესო გზით მოხვდნენ ჩვენთან და მოდიან. კერძოდ ჩვენ გვქონდა ექიმებთან შეხვედრა, ვინც სამწუხაროდ აბორტით არის დაკავებული. ჩვენ მათ თხოვნით მიმართეთ, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ გავესაუბროთ ამ ადამიანებს, ვინც აბორტზე ფიქრობს. ბევრმა მათგანმა მოგვცა ამ შესაძლებლობა და მინდა გითხრათ, რომ 100%-დან თითქმის 100 დავითანხმეთ, რომ ამ საშინელ ცოდვაზე ხელი უნდა აიღო. სამწუხაროდ ბევრი მათგანი ამ თავის ნაყოფს მალავს, ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ისინი წავიყვანონ და ჩვენ ცალკე განყოფილება გვაქვს თვითონ ბავშვთა სახლში, ისინი ცხოვრობენ და მთელი ამ 5 თვის მანძილზე ჩვენი, ასე ვთქვათ, მეურვეობის, მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ეს ჩვენი ინტერესებში შედის, იმიტომ რომ ჩვენ რომ არ მივაქციოთ ყურადღება, ის ნაყოფს მალავს, ის არიცავს დიეტას, არიცავს არ აქცევს ყურადღებას, ანალიზებს
და შემდეგ ინვალიდი ბავშვის მოვლა პატრონობას გვიჩვენია რომ ეს მცირე პერიოდი გავიჭიროთ და მე მიტყოდი რომ უდიდესი შედეგი გამოიღო. როდესაც დაიბადება ბავშვი ჩვენ მათ თავაზობთ ძალიან საინტერესო ასე თქვა წინადადებას რომ ჩვენ მოვვლით, ჩვენ ვასწავლით, ჩვენ უპატრონებთ და თქვენ როცა გექნებათ იმის შესაძლებლობა რომ თქვენი შვილი წაიყვანოთ 1 წლის შემდეგ 5 წლის შემდეგ ესეთი პრაქტიკა არსებობს. და წლის შემდეგ შეიძლება წაიყვანოთ. თუ თქვენთან გაკეთდა პირველად. მე ხო, საქართველოში არ ვიცი. შეიძლება უცხოეთში არ ვიცი. მაგრამ ვიცით, მინდა გითხრათ რომ ამ 200 ბავშვიდან შეიძლება გადაუჭარბებლად არ გამომივიდეს სადღაც თითქმის ნახევარი ესე გადარჩენილი ბავშვები არიან. მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიშაობთ აი ამ კუთხით რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ გაშვილებისგან მაქსიმალურად თავს ვიკავებთ, რამე თუ ეს არის დაწესებულება, სადაც ჩვენ უვლით ბავშვებს, მობარებულ ბავშვებს, როცა მათი მშობლები არიან საზღვარგარეთ, ან არიან პატიმრები, ან ვთქვათ, მათ ძალიან უჭირთ. და არის შემთხვევები დაბრუნების ესე იბრუნება. პირველი დაახლოებით აქედან 5-10% ალბათ დაუბრუნდა თავის ოჯახებს. მოგვიანებით 1 წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სკოლა, ეს არის ზეთი ფართო პროფილის დაწესებულება, ეს ბავშვთა სახლი საკმაოდ დიდი შენობაა და სადღაც 24 სტუდიამდე ფუნქციონირებს შიგნით ეს. მიზანი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ ისწავლონ ძალიან ბევრი რამე. ეს ხელობა იქნება, ეს იქნება საქმე, ეს იქნება მუსიკა, ეს იქნება ცეკვა, ეს იქნება თქვა სპორტი, რომ როდესაც ისინი დაამთავრებენ ამ ჩვენ დაწესებულებას, ისინი კვლავ ქუჩაში არ დარჩნენ. აი ეს მიზანი ეს გახლავთ. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს მოხუცებულთა სახლი, რომელიც 94 წლიდან ფუნქციონირებს. მე გახლით მისი პირველი დირექტორი ჯერ კიდევ რთულ პერიოდში მოგვიხდა ამ დაწესებულების ასე ვთქვათ დაფუძნება და მე ვიტყოდი რომ ეკლესიამ ალბათ ათასობით ადამიანი გადაარჩინა ესეთი საშუალებით. რამე თუ ისინი ეკლესიურად ცხოვრობენ, ეს მრავალ რელიგიური დაწესებულება ვიტყოდი არა იმ კუთხით რომ მე დროთა განმავლობაში როცა მოდიან ჩვენთან ვთქვათ არიან სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები ცხოვრობენ დროთა განმავლობაში როცა ხედავენ იმ სათნო დამოკიდებულებას თანამშრომლების იქ დირექტორი მოძღვარია იქ საფრთხო ზიარებას რეგულარულად ყოველ კვირას როცა ხედავენ გამოთქვამენ სურვილს და ისინიც ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრები ხდებიან მაგრამ ეს არ ხდება ძალდატანებით. ეს მოხუცებულთა სახლი ფუნქციონირებდა ფერიაში, ფერის მთაზე და ჩვენ რამდენიმე წლის წინ ახალი ავაშენეთ, ეს უკვე ზღვის პირზეა, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ მოხუცები თავს. იქვე ახლოს გვაქვს ჩვენ სვენა დაქვეთებული ბავშვების საბავშვო ბაღი. ეს ინკლუზიური სწავლების დაწესებულებაა. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს საზღვარგარეთ ცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლა. საზაფხულო სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ ბევრი მათგანი როდესაც საქართველოში ჩამოდის, მან ის ვერ მეტყველებს, დავიწყებული აქვს საერთოდ არ იცოდება მშობლიური ენა და ეს საზაფხულო სკოლა, რომელიც ზღვისპირა ძალიან კეთილმოწყობილია, ამას ითვალისწინებს. ისინი პარალელურად დასვენებასთან ერთად სწავლობენ, ყავს ძალიან კარგი სპეციალისტები, ქართულის, ცეკვა, სიმღერის, ფოლკლორის სპეციალისტები და ის 14 დღის მანძილზე ისინი დასვენებასთან ერთად ეუფლებიან მშობლიურ ენას, ცეკვა, სიმღერას და ჩვენ გვაქვს მთელი ზაფხულის პერიოდში სადღაც 300 ბავშვის მიღების შესაძლებლობა. 14 დღიანი ეს სერიები ჩამოვა. დიახ, 150 ბავშვი. ნუ თლათ ყველა უცხოეთიდან ისინი არ არის ჩამოსული ბავშვები, მაგრამ მე ხშირად მოგზაურობ უცხოეთში და ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ხვდებიან იქ ბავშვები, რომლებიც ამ ჩვენ სარგებლობენ ამ ჩვენი საზაფხულო სკოლით. და ამ ბავშვების გარდა ჩვენ აგრეთვე ზრუნავთ რომ დაისვენონ მგლების შვილებმაც, მრავალშვილიანი ბავშვები ჩამოყავს ყოველწლიურად
რამეთომ სამწუხაროდ ჩვენი მოძღვრები საბედნიეროდ სამწუხაროდ ძალიან ესეთი დაკავებულები არიან საეკლესიო ცხოვრებიდან, ხშირად საკუთარ ოჯახს ყურადღებას ვერ აქცევენ. და ეს ჩვენი ერთგვარი, ასე ვთქვათ, ხელშეწყობაა. დაახლოებით ეს ძალიან შთამბეჭდავია მე უფერაზე თქვენ ხა საუბრობთ. მნიშვნელობა იმას აქვს, ჩვენ ჭირდება არა მარტო აღორძინება აი წყვეტის შემდეგ ქრისტიანული ცხოვრების, არამედ ეკლესიასაც ჭირდება რომ აღორძინოს ეს სოციალური მსახურება და თქვენი ეპარქია საუკეთესო მაგალითია ამისა. თქვენ საწყოში შედის ასევე ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის კანადაში მცხოვრები ქართველები. არაოფიციალური წყაროებიდან მსმენია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ემიგრანტები ლეგალური და მატერიალური თვალსაზრისით უფრო, აი თქვა, ევროპასთან შედარებით უფრო კარგად ცნობენ თავს. ეხმარება თუ არა ეს მათ, რომ აი უფრო შეინარჩუნოს სოციალური კავშირი ერთმანეთთან, აი როგორ რამდენად ზრუნავს იქაური მრევლიან ეკლესია, რომ აი ყველგან შესაძლებლობის და ფარგლებში ყველგან იყოს ქართული წირვა-ლოცვა. აი ამ ხრივ როგორია რელიგიური სურათი აი ჩრდილოეთ ამერიკაში? მოგახსენებთ 2009 წელს ჩამოყალიბდა დაარსდა ეს ეპარქია. მე კერძო მიწვევით გახდით ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ მსახურობს მამა ალექსანდრე თანდილაშვილი დეკანოზი, რომელიც ჩემი სიყრმის მეგობარია და მან მიმიწვია. როდესაც მივდიოდი მის მოწმინდესობამ მთხოვა რომ შემოსული იყო ერთი საჩივარი კალიფორნიიდან, რომ აი ამ საჩივრისათვის მიგვიქცია ყურადღება და კერძოდ რა. ეს მოგეხსენებათ უკვე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი პერიოდია და იქ ერთ-ერთ მოძღვარს რუსულ ეკლესიაში და ეს არ იყო მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, ეს იყო ამერიკის მართლმადიდებელი, ეგრეთ წოდებული OCA-ის დაქვემდებარებაში ყოფი სამრევლო, რომლის მრევლის თითქმის ნახევარზე მეც ქართველები შეადგენდნენ. ამ მოძღვარმა ძალიან უცნაური ქმედება ჩაიდინა, კერძოდ მისი თუ არ ვიცი თვითონ იქ მდემთავარს ადანაშაულებდა, მაგრამ გამოაკრა ლოცვა, ესე თუ შეიძლება რუსულად ვიტყვი, молитва против грузинских оккупантов. ხო, რაღაც უცნაური და ამ მოსახლეობის ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ქართველების და მე აი ამ ასე ვთქვა საჩივარს ჩავყევი კალიფორნიაში. ხედავდი როგორი აღშფოთებულები იყვნენ ქართველები, ეს მოძღვარი ძალიან განიცდიდა ვითომ, მე არ ვიცი ეს რას გულისხმობს ოკუპაცია? ხო, ნუ რაღაცა ლოცვა შეადგინეს, როგორ დავიფყარით თქვათ კალიფორნია ოსები და მალიწო პროცეგურიზის ომის შემდგომი პერიოდია და რაღაც დაცვა ქართველი ოკუპანტებისგან თქვათ აფხაზეთში და ოსეთში. რა რაღაცა ესეთი პოლიტიკური მაამებლური ქმედება გახლდათ. მოძღვარი ძალიან ნანობდა, ნუ ესე გვაჩვენებდა თავს. და იმიტომ მრევლი დაკარგა თითქმის დარჩა მრევლის გარეშე და მე მთხოვდა რომ იქნებ დააბრუნოთ ეს ხალხი. მე ვთხარი მე აღარ დავაბრუნებ ამ მრევლს და იქ უკვე მივიღეთ ესეთი ასე ვთქვათ გადაწყვეტილება რომ უნდა გვეფიქრა ეპარქიის ჩამოყალიბებაზე. მე ვიტყოდი რომ შეიძლება გარკვეულწილად ცოტა დაგვიანებულიც კი იყო, მაგრამ მაინც ღვთისმადლით ამ მოკლე პერიოდში სადღაც 3 წელი გავიდა, მე-4 წელი დაიწყო. სადღაც გვაქვს სადღაც 14 სამრევლო მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში. 2009 წელს დაარსდა, მე განმაწესა წმინდა სინოდმა და დავიწყეთ აქტიურად ქართველების შემოკრება. მინდა გითხრათ, რომ უკვე მე-5-ით გახდით ამ 3 წლის მანძილზე, 4 წლის მანძილზე და გადავჭარბებულად შემიძლია თქვა, რომ სადღაც 2 კვირის მანძილზე, სადღაც დაახლოებით 60-62 საათი თვითმფრინავში ვიხდება. ყოფნა თვითმფრინავით მთელ ამერიკას უბლით ვაქცევთ, იქ ჩამოყალიბდა სამრევლოები ნიუ-იორკში. წმინდა ნინოსი გახლდათ ეს ძველი ქართული სამრევლო OCA-ის შემადგენლობაში იყო და ისინი გადმოვიდნენ ჩვენს შემადგენლობაში. აგრეთვე დაარსდა
ლოს-ანჯელესის, სან-ფრანცისკო დაარსდა სამრევლო ჯერ ჩრდილოეთ მხარეს მოყვები. დაარსდა სამრევლოები ნიუ-ჯერსიში, ვაშინგტონში, ფილადელფიაში, პენსილვანიაში შევიძინეთ კათოლიკებისგან საკმაოდ დიდი ტაძარი, სადღაც მარტო პირველ სართულზე არის 1000 კაციანი სატრაპეზო, უზარმაზარი ტაძარი. ძალიან ესეთი შეღავათიან ფასებში, სადაც იქ მოვაწყეთ მამათა მონასტერი და იქ ეზოში მოვაწყეთ ქართული სახლი, სადაც ჩავიტანეთ საქართველოსდან ქვევრები, საწნახელები, თორნე, ურმები და ამან რაღაც ძალიან შეაკავშირა იქ ცხოვრები ქართველები. მინდა გითხრათ, რომ ეკლესია ალბათ აპოვნია ქართულის ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა შესაძლებლობაა ქართველების უცხოეთში გაერთიანების. გარდა ამ აგრეთვე დაარსდა სამრევლო, მაგრამ სამწუხარო დროებით შეჩერებულია ატლანტაში. ალბათ უახლოეს პერიოდში ამოქმედდება სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი, სან-ხოსე, სან-დიეგო და ჩიკაგოში. Salt Lake City მეგონი კაცები. ჩიკაგოში. ხო, ჯერ იქ ისე ნაყოფი არ, მაგრამ ისე ჯერ სამრევლო არ მოქმედებს. იურიდიულად მოახდინეთ ამ ეპარქიის დაარსება. ჩვენ გვერდში ამოგვიდგინა ძალიან საინტერესო და კარგი იურისტები ნიუ-იორკიდან, იქ ერთ-ერთი ქართველი მსახურობს ბატონი შალვა სურახელაშვილი, თვითონ ეს ჯგუფი ამერიკის პრეზიდენტის პირადი იურიდიული სამსახური გახლავთ, ასუწევს მსახურებას და მათ წელიწადში ერთხელ აქვთ ესეთი ვალდებულება, რომ უფასო კონსულტაციები უნდა გაუწიონ, უფასო სამსახური უნდა გაუწიონ, რომელიღაც რაღაც პროექტი უნდა გააკეთონ უფასო და ჩვენ აღმოჩნდით და 3 წელიწადია მართლაც ფასდაუდებელი შრომა გაწიეს. დაარსდა კორპორაცია, რომელსაც ამერიკულად ქვია ამბრელა კორპორაცია, კოლგა კორპორაცია, რომელსაც თავის ამ კოლგის ქვეშ მოაქცია მთელი კორპორაციები, პატარ-პატარა სამრევლოები, მთელი ამერიკის შეერთებული შტატების გარშემო შემადგენლობაში. არის 7 მოძღვარი, 1 დიაკონი და მომავალშიც ვფიქრობთ, რომ უფრო გაეზრდება მათი რიცხვი. უცხოეთში მყოფ ქართველებს ალბათ აკლიათ ქართული გარემო და ალბათ ცდილობენ, რომ ბუნებრივად დაუკავშირდეთ ქართულ რეალს ეკლესიას, რომ იქ იპოვონ. დიახ, და ეხლა ხას არის რაღაც 2 წელიწადია მოქმედეთ კანადაშიც. ეხლა ხას ყოფნის პერიოდში ჩვენ დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ფიქრი ზრუნვა ფილადელფიაში, შევიძინოთ ნაკვეთი ნიუ-ჯერსიში, უკვე იურიდიული საკითხები მოგვარება ხდება. ნიუ-იორკში, სტეიტენ აილენდზე ვიყიდეთ, სადაც რაღაც ფართი, სადაც მოვაწყეთ წმინდა ნინოს ტაძარი, თავისი სატრაპეზოთი, თავის საკვირაო სკოლით, მომავალში საბავშვო ბაღის გახსნასაც გეგმავთ. ვფიქრობთ აგრეთვე ჩიკაგოში, მე თვითონ დავათვალიერე ის ტაძარი, რომელიც შეიძლება ახლოს პერიოდში ჩვენი საკუთრება გახდეს და ასე შემდეგ. ფილადელფიაში ყოფნის პერიოდში ძალიან საინტერესო აზრი ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ გახდით ამერიკაში ერთ-ერთი ერთ-ერთი უდიდესი ქართველის და მწერლის მოქანდაკის გიორგი პაპაშვილის საფლავზე, რომელიც სამწუხაროდ მას შთამომავლობა არ დარჩა და მისი მამულები შემდეგ ხელისუფლებამ გაასხვისა და ეხლა ეს მისი საფლავი მის მამულებში იყო არისხვის ტერიტორიაზე და გადავწყვიტეთ, რომ ფილადელფიაში სადღაც 2 ჰექტრამდე მიწა გვექნება, სადაც ტაძარს ავაშენებ და იქვე გვინდა გავაშენოთ ლევილის მსგავსი პანთეონი ქართველების ქართველი ძველი ემიგრანტების და არა მარტო ძველი, რომელთა საფლავებიც მიმოფანტულია სხვადასხვა უცხო სასაფლაოებზე. მათ შორის გადაუჭარბებლად შემიძლია თქვა, იქ არის გრიგორ კობახიძე, რომელიც ერთ-ერთი ქიმიის მამაა ამერიკის, მათ შორის ალექსანდრე ქართველიშვილი ავიაციის მამად წოდებული, ბალეტის მამა. და გვინდა რომ ამ დიდ ქართველებს ერთად მოვუყაროთ
თავი ამისთვის გახდით ვიმოგზავრეთ კალიფორნიაში და მოვინახულეთ ერთ-ერთი უხუცესი ემიგრანტი ბატონი ბოცო კორიშელი 90 წლის რომელიც არის მსოფლიო დონის მუსიკოსი და მოქანდაკე და ჰოლივუდმა დაამთავრა აი რამდენიმე თვე რაც დაასრულა ფილმი ამ მართლაც გენიალური ადამიანის ქართველი საოცარი შემართებით რამარტო ამერიკაში ზრუნავთ თქვენ რომ აი ეს ქართული საფლავები შეკრიბოთ, არამედ როგორც გავიგე, ასტრახანიდან აპირებთ ქართული მეფეების ნეშტის გადმოსვენებას ამ კომისიას განსხვავებთ, რომელიც ამაზე რამოდენიმე წლის წინ პროფესორ თათიოდე წლის წინ დაისვა ეს საკითხი მისმა უწმიდესობამ ვიგვავლინა ასტრახანში მე მამა ზურაბი ცხოვრებაძე ბატონი გივი ღამბაშიძე არქეოლოგი ჩვენ მოვინახულეთ ქართველ მეფეთა საძვალე ასტრახანის მიძინების ტაძარში და გადავიხადეთ პანაშვიდი იქ შეხვედრა ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათ ჩაუტანეთ წერილი რუსეთის იმდროინდელი პატრიარქის ალექსი მეურის თანხმობა მაგრამ სამწუხაროდ ეს თანხმობა არ იყო საკმარისი ისინი ითხოვდნენ იმდროინდელი პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრეზიდენტის პუტინის თანხმობასაც ნუ შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა მოგეხსენებათ და აი ამ კუთხით ეს საქმე შეჩერებული იქ როდესაც ჩვენ ჩავედით ესეთი ინფორმაცია მქონდა რომ რაღაც გარკვეული სასწაულებიც ხდებოდა მეფეების საფლავებზე და მოვითხოვე რომ შევხედროდით თუ ვინმე იყო მოწმე მათი საფლავების გახსნის მოწმე მითხრეს რომ თითქმის არავინ ცოცხალი არ არის იმიტომ რომ პირველად ფაქტიურად გაძარცვის მიზნით იქნა გახსნილი მათი საფლავი 42 წელში როდესაც იქ იყო ჰოსპიტალი სამამულო ომის დროს ამ კრემლის ასტრახანის კრემლის ტერიტორიაზე და მოგვიანებით უკვე 72-13 წელში სამწუხაროდ აღარ მოსულს. და როდესაც კითხე რომ ხო არავინ არ არის დარჩენილი ამის ყველაფრის მომსწრე, გითხრეს რომ ცოცხალი არავინ აღარ არის. როდესაც ბრუნდებოდით უკან მახსოვს რომ ჩემი სასტუმროს ნომრის კარებში დახვდა წერილი, თუმცა მითხრეს რომ არის ერთი პიროვნება, რომელიც არის ფსიქიურად შეიშალა, შეშლილი ძიმე მდგომარეობაშია და იმისგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებთო. და როდესაც იქ რაღაც სიუჟეტიც გააკეთა ჩვენი იქ ჩასვლის შესახებ ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა და როდესაც უკვე ბრუნდებოდით წერილი დახვდა და ეს პიროვნება რომელიც იქ ჩვენი ვინც გვახლდნენ მათი თხრობით რომ არის ფსიქიკა დარღვეული ის პიროვნება წერდა რომ სურვილი მაქვს თქვენთან შეხვედრის. ჩვენ შევხვდით მას დაახლოებით 2-3 საათიანი შეხვედრა ჰქონდა მე თვითონ დავადვიღებდი ამას ყველაფერს მოახდინე მისი გადაღება ვიდეოზე და ის ყვებოდა ის იყო მომსწრე ორივე შემთხვევის 42 წლის იმ ვანდალური ქმედებისაც და მოგვიანებით რაც მოხდა და ძალიან საინტერესო ამბავი მოყვა 42 წელში იყო აქ ჩვენთან ერთი ფილიპოვიო რომელიც იყო მთავარი ექიმი ამ ჰოსპიტალის კრემში მოისურვა ამ ფილიპოვმა რომ მათი საფლავები უნდა გაეხსნათ. ახლა იქ ეწერა ქართლი ცარკახიც იქ ვახტანგ მეექვსეა თეიმურაზ მეორე გახლავთ იქ არიან ჩვენი უდიდესი მდემთავრები ტიმოთე გაბაშვილი იქ არის გაიოს რექტორი და როდესაც ამ ფილიპოვმა გადაწყვიტა რამდენიმე ადამიანი ვესწრებოდით ამ ფაქტიურად გაძარცვას ჩავკეტეთ ყველაფერი საგულდაგულოდ იმიტომ რომ ძარცვავენ მეფეების საფლავებს და როდესაც დავიწყეთ ეს საფლავების სარკოფაგების გახსნა და ვიცით რომ არავინ არ არის ჩვენს მეტიო იქ არის მუზეუმის დირექტორი კომენდანტი ეს თვითონ ეს პიროვნება რომელიც მიყვება
და თითქმის ესე იგი აი ესე ძალიან დაფარულ მდგომარეობაში ხსნიან საფლავს უცბად ეს ვით ხმა ესე ქვემოთ არიან ჩასული სამარხში თქვენ მან რა საკეთს და ვით ვარ აიცი ხო და გაოცებულები უყურებთ ვინ შევხედეთ უგეუნებოდა ამასო და ნახეთ ერთი ქალბატონი იყო რომელიც კარებში ფულს თხოვლობდა და გითხრა ესეთი რაღაცაო რომ მე 10 ოქროს თუმნიანი მაქვსო და ამ 10 ოქროს თუმნიანს მოგცემთ რაღაც მეფეებს ნუ შეაწუხებთო ამ ფილიპოვმა გასაბრძანებაო რომ გაიყვანეთო და კომენდანტმა დაიწყო მისი ძალით ტაძრიდან გაყვანა ისაც არ ვიცით საიდან აღმოჩნდა ეს ქალბატონი ესეთ ჩაკეტილ ჩარაზულ ტაძარშიო და როდესაც დაიწყო ფილიპოვმა გაყვანა ამ ქალბატონის ის იქიდან მან ესეთი თავი დაიხსნა და დადგა იქვე შორეახლოსო და დაიწყო ჩამოუთალა ყველას გარკვეული წყევლა. მუზეუმის დირექტორს უთხრა რომ შენ სადღაც ჩიტივით გაფრინდებიო და კიდე რაღაცა უთხრა. კომენდანტს უთხრა რომ შენ სახლში მივხვალ და სამი გვამი დაგხვდებაო. მე გადავიკიდე ამ კაცს რომ ხო ფილიპოვს უთხრა რომ შენ დაიხშვები იმ კომენდანტს. თქვენ გაინტერესებთ რომ მე რატო გადარჩიო ეს კაცი მეუბნება. არა მე მაინტერესებს რა გითხრათ მეთქი და მე რატო გადარჩით მეთქი და მე იმიტომ გადარჩიო რომ მთელი ეს ნაძარცვიო რაც დემთავრებს შესამოსლები გავხადეთ მოხსენი ჯვრები პანაღიები ესენი ყველაფერი ჩემთან ინახებოდაო და ამ დაუბრუნებია მე რო მოხდა საოცარი რამ რომ დაიწყო ამ ასე ვთქვათ წყევლის აღსრულება კომენდანტით. იმიტომ მეორე თუ მესამე დღეს კომენდანტს სიძე მოკლა მისი შვილი და ორი შვილი, სამი გვამი დაგხვდებაო. ეს მუზეუმის დირექტორიო ეს კაცი გვიყვება. თავისმა მეუღლემ გადმოაგდო რაღაც მრავალსართულიანი სახლიდან და მეკითხები ფილიპოვს რა დაემართა მეთქი ახლა ფილიპოვს ახლა ნუ თავისთავად ახლა ამათი უბედურება არანაირი სიამოვნების მომნიჭებელი არ არის ჩემთვის არც იყო და არც იქნება ფილიპოვსო მე არ ვიცი და ფილიპოვი ომი დამთავრდა და წავიდა და წაიღო ვახტანგ-ნოექსის თავის ქალა და ეს თავის ქალა რა თქმა უნდა და არ ვიცი ეგ იძახოდა რომ ექი მივარო და მე ამისთვის ჭირდება იქვე გახლდათ ბატონი გივი ღამბაშიძე იქ მთელი აი ფილმის მთელი სიუჟეტი სცენარი დავწერეთ ბატონმა გივი თქვა რომ ეს ამბავი ფილიპოვის ამბავი მე მკითხეთო უკვე მე ვიციო ბატონი გივი ღამბაშიძე 91 თუ 80 წელს თავად უკეთესად მოგიყვებათ თუ მოიწვევთ გათხრებს აწარმოებდა დონის მონასტერში მოსკოვში იქ იცით რომ ქართველ მეფეთა საძვალეა და არის ზარი სატელეფონო ზარი და რეკას ვიღაც პიროვნება და მეუბნება მე ვარო ექიმი ფილიპოვიო ეხლა ბატონმა გივი მე ეთყობა არ იცოდა ის წინა თქვათ ამბები მისი თუმცა მე შემდეგ ალბათ საქმის გულში იყო მე ვარ ფილიპოვიო და თქვენი მეფის ვახტანგ-ნოექსის თავის ქალა მაქვსო და მინდა გადმოგცეთო ეს მეფის თავის ქალა ნუ ხა ბატონი გივის გონორება წარმოგიდგენიათ ეხლა მეფის თავის ქალას თავაზობს დაუჯერებელი ამბავიც არის საერთოდ გაუჭირდება ხო ეს ცნობილი ამბავია რომ ვახტანგ-ნოექსის თავის ქალა არ არის იქ სამარხში მეორე დღეს ჩვენ შევხვდითო ბატონი გივიყვება ამბაშიძე უბრალოდ წავედი შეხვედრაზე არ მოვიდა ეს ფილიპოვი როდესაც მე სახში დავრეკე ისე და ვკითხე რომ რა არის მიზეზი აი წუხელო აი ესეთი იმას საჭმის ჭამდა და ყელში გაეჭხიდა და დაიხჩვა იმ ხალბატონმა ხო უთხრა რომ შენ ესეთი დაიხჩვები ხო დაიხჩვა აი ესეთი უცნაურად როდესაც მისი ოჯახის წევრებს კერძოდ მეუღლეს ვკითხე რომ თავის ქალის შესახებო ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდა იმიტომ აშკარად რაღაცა როლს თამაშობდა ეს თავის ქალი ეს ექიმი გახდა სამხედრო ექიმი და მონაცვლეობდა მოგზაურობდა სხვადასხვა რეგიონებში და ეს თავის ქალა იყო მასთან განუშორებულად სულთან დაქონდა მოგვიანებით მე დავრეკე მის შვილს მის შვილსო სერგეი ერქვა მის ქვია ალბათ ცოცხალია მის შვილს ვკითხეო რომ აი თავის ქალასთან დაკავშირებითო და არაფერი პრობლემა არ არის ხვალ შევხვდეთო და მოგცემთო და მივედი მეორე დღესვე და მართლაც ისეთი რაც პაკეტით მომიტანაო და მითხრაო რომ ეს ჩემგან თქვენო საჩუქრათო
ვახტანგ-მეექვსის თავის ქალა. ბატონი გივი ყვება რომ მე წამოვიდივარ ეს ვახტანგ-მეექვსის თავის ქალა, ესე ფიქრობდი. ვახტანგ-მეექვსის თავის ქალა მომაქვს. ავტო მანქანით მოვდივარ დონის მონასტერში და უცბად გამახსენდა რომ გადამომოწმებინავ ეს. და გერასიმოვი ცნობილი ანთროპოლოგი ვახდათ, გერასიმოვის სტუდიაში მივიტანა ის ცოცხალი აღარ იყო და გერასიმოვის მოწაფეებს დაუტოვეს თავის ქალა. რამდენიმე დღის შემდეგ მირეკავანისანი და მეუბნებიან ეს არ არის ვახტანგ-მეექვსის თავის ქალა, ამას ეს არის ვიღაც სლავი წარმოშობის მამაკაცის თავის ქალა. იმიტომ რომ ვახტანგ-მეექვსის პორტრეტი არის ჩანახატი მისიონერების მიერ და ძალიან ადვილი დასადგენი იყო ეს არის იმის თავის ქალა თუ არა. როდესაც დავრეკე იმ პიროვნებას რომ მან მითხრა რომ მამაშენს ორი ქონდა ესა და ვიღაც მოწაფეებს თუ სტუდენტებს მისცა მეორე თავის ქალაო და აი ესე სამწუხაროდ დროებით ალბათ შევძლებთ მის მოძიებას, იმიტომ რომ მიდის საძიებო სამუშაოები ვეძებთ ვახტანგ-მეექვსის შეიძლება სადმე ლაბორატორიაში ან სადღაც სასწავლო დაწესებულებაში არის. ეს თავის ქალა რამდენადაც ვიცი არის თბილისში რომელიღაც დაწესებულებაშია და აღმოჩნდა ეს თავის ქალა არის დანიელი ასტრახანის მთავარეპისკოპოსის, რომელიც ეს ორი თავის ქალა წაუღია ამ პიროვნებას. აი დაახლოებით ეს ინფორმაცია ეხლა ხანს კვლავ განახლდა ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მივიღეთ ესეთი წერილი რუსეთის პატრიარქისგან, რომ მათ ჩამოაყალიბეს კომისია, ჩვენი მხრივაც შეიქმნა კომისია, ამ კომისიას მე ხელმძღვანელობ და უახლოეს პერიოდში ალბათ მოგვიწევს პირველი შეხვედრა, რომ ვიფიქროთ, ვიზრუნოთ აი ამ მართლაც თავდადებული საოცარი ადამიანების ცხედრების გადმოსვენებას. და მინდა გითხრათ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ თეიმურაზი ერეკლეს მამა არის უხრწნელი. ეს არის საოცარი აი ფოტოს მე თქვენ ტელევიზიას მე მოვაწ და ნახავთ საოცარი ეს 260 წლის შემდეგ თითქმის ნახევრად წყალში, იმიტომ რომ ასტრახანი მოგეხსენებათ რა შესართავია კასპიის ზღვის მდინარის და 260 წელია ეს ადამიანი აი საოცრად ვერაფრით ვერ ხსნიან. ნუ ახსნა აქვს ის რომ ის იყო ადამიანი რომელიც მოწამეობრივად აღესრულა. ამიტომ არსებობს სხვადასხვა წყაროები ამის შესახებ. ხელმძღვანელობთ ძალიან საშუალო საქმეს, ხშირად მართავს თქვენ ეპარქიაში ღვინის ფესტივალებს. ეს ყველასთვის ცხადია თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ აი ღვინის კულტურის აღდგენას და განვითარებას ისეთ რეგიონში როგორც გახლავთ აჭარა. ჩვენთვის ღვინო მაქოთ ვენახი რაღაც ნაწილია ჩვენი ეროვნული სულისა. მართალი გითხრათ, როდესაც დავიწყეთ ამ ფესტივალზე ფიქრი, ცოტა ბევრი რაღაც უცნაურადაც კი შეხვდა, იმიტომ რომ სად ეკლესია და სად ვთქვათ ღვინის ფესტივალების ჩატარება. უკვე მუსულმანურ გარემოსაც მეხუთე ფესტივალი ჩატარდა უკვე ამდენიმე ხნის წინ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებულად, რამე თუ მიზანი იყო და არის ერთი, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ამ ჩვენი უდიდესი კულტურის შესახებ. კერძოდ მოგეხსენებათ, რომ არავინ აღარ დაობს იმაზე მსოფლიოში, რომ ვაზის სამშობლო საქართველოა, ამაზე მეცნიერები აღარ დაობენ. უბრალოდ არის გულსატკენი და მეტად მძიმე ის გარემოება, რომ არსად მსოფლიოში ესე ცოტა უხეშად არ მინდა რომ თქვა ვერაგულად არ ექცეოდნენ ამ კულტურას როგორც ჩვენ ქვეყანაში. სამწუხარო ეს ფაქტია და აი ჩვენ რაღაცა დავიწყეთ, აი რაღაცა გარკვეული წვლილი შევეტანა ამ კუთხით. ჩვენ ყოველწლიურად მართავთ მთელი საქართველოსდან ჩამოდის სხვადასხვა ნიმუში ღვინის 200-მდე, ხარ მეტი, ხარ ნაკლები. ჩვენ ერთი თვის მანძილზე ლაბორატორიულად
ვსწავლობთ ამ მათ დამზადებულ ღვინოებს ინსტიტუტში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და შემდეგ ვაძლევთ ყველა ამ მეღვინეს, ვაძლევთ თავის ესეთი ვთქვათ ცნობას, რაც წარმოადგენს მისი ღვინო. რამდენი შაქრიანობა, რამდენი როგორც მეღვინეები ამბობენ ქროლვა აქვს, რამდენი სპირტიანობა და ასე შემდეგ. ამან კიდევ ერთი საინტერესო რამე გვაჩვენა, რომ შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება აყენებდეს ღვინოს და არ იცოდეს, რომ მისი ღვინო არის მავნებელი, რამე თუ ეს არის ძალიან ფაქიზი პროდუქტი და ითხოვს ძალიან ზედმიწევნით მოწესრიგებას თვითონ ჭურჭლის სადაც ღვინოს ინახავთ. თუ არა და იმდენი მომტყოფობა შეიძლება გაჩნდეს, იმდენი ბაქტერია და იმდენი რაღაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში რამე შეიძლება გაჩნდეს, რომ ნამდვილად არ არის ახარბიელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მეჭდავთ ბროშურებს, ჩვენი მობილური ჯგუფები მიდიან მოსახლეობასთან, ასწავლიან როგორ უნდა შეინახო, როგორ უნდა გაწმინდო ღვინო, არავისთვის უცხო არ არის, რომ საბჭოთა პერიოდში ბოთლის ჩამოსასხმელი ღვინო, რომელზეც საფრთხო ზიარება აღესრულებოდა, მისი გაწმენდა და მისი ასე ვთქვათ გაფილტრა ხდებოდა ეგრეთ წოდებული ჟელატინით, რომელიც ცხოველური ძვლის ნახარშით იყო დამზადებული. არამც თუ ზიარება არ შეიძლებოდა, საერთოდ სამარხოც კი არ იყო. წარმოგიდგენიათ და უძველესი ტექნოლოგიებია, მაგალითად არის გურიაში ძალიან საინტერესო თიხა, ასკანიდი, ასკანა სოფელ ასკანაში, სადაც რაღაც რამდენიმე ასე ვთქვათ გრამს საკმაოდ დიდი მოცულობის ჭურჭელში ჩაუშვებთ და ისე გააწყრიალებს თელ ღვინოს. ეს არის ბუნებრივი ძველი წინაპრების დანატოვარი. ასე რომ ეს ერთგვარი მცირე ასე ვთქვათ ჩვენი წვლილია ამ მართლაც მეტად საშუალ საქმეში. გარდა ამისა დავამთავრებ, როდესაც პირველ ფესტივალს ვატარებდით, მე მახსოვს რომ ერთ-ერთმა მუსლიმანმა საკმაოდ ასაკოვანი კაცი იყო და მე მუსლიმანი ვახოცი ვარ და ძალიან მინდა რომ მივიღო მონაწილეობა თქვენს ფესტივალში და მე ძალიან ესეთი აღტკინებული გზნობით შევთვალე რომ პირიქით ძალიან გვიხარია, რამე თუ გარკვეულწილად თქვენთვის ვატარებთ ამ ფესტივალებს მეთქი და პარალელურად გურიიდან ქრისტიანმა შემომითვალა რომ ახალ ეკლესიაო თაობს ამ მეტად მნიშვნელოვან და საშუალ საქმესო მე არ მივიღებ მონაწილეობას. მეტად გაგვიკირდა ახლა რაში იყო საქმე და როდესაც გამოვიკითხეთ, თქვა რომ იმდენი შაქარი მაქვს დაყრილიო, ვერ მოვატყუებ ეკლესიას. ასე რომ ორივე შემთხვევაში საკმაოდ ისეთი და მიზანს მივახციეთ. და ძალიან კარგია, იმიტომ რომ მოსახლეობა ძალიან გამოცოცხლებული. მე ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის. აი მერწმუნეთ რომ ეს არ არის სატელევიზიო ეტიკეტის გამო აღრობობამას. ყველა ტელემაყურებლის დამერწმუნებია რომ საოცრად სასიამოვნო და საინტერესო საუბარი გახლდათ. ერთმანეთს და გაგახართ, გაიხართ. სიფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლდათ ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.